სპორტული თამაშები 2025-ის ფარგლებში გორში მარათონული გარბენი გაიმართება. მარათონის სტარტს დინისხიდში არსებული სტადიონის მიმდებარე ტერიტორიიდან აიღებს და მშვიდობის გამზირის გავლით ახალბაღში დასრულდება. მარათონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც რეგისტრირებულია შიდა ქართლში. მონაწილეთა რეგისტრაცია 10 საათიდან დაიწყება დინისხიდში არსებული სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე. საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენები გამოვლინდებიან და მათ ფულადი ჯილდოები გადაეცემათ. სექტემბერს გორში ჩატარდება ძლევოსნური გარბენი მარათონი. მარათონი ტარდება შიდა ქართლის სპორტული თამაშების ფარგლებში. ეს თამაშები 2022 წლიდან იმართება და მასში 4 სპორტის სახეობა არის და 4 სპორტის სახეობაში შიდა ქართლის რეგიონის ასე ვთქვათ სპორტსმენები იღებენ მონაწილეობას ყოველთვის. ეს 4 სახეობაა ქართული ჭიდაობა, მარათონი, კალათბურთი და ფეხბურთი. კონკრეტულად მარათონს რაც ეხება, ამ მარათონში მონაწილეობას მიიღებენ შიდა ქართლის რეგიონის 4-ვე მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები, აუცილებლად უნდა იყვნენ ამ რეგიონის ცხოვრებლები ყველა მონაწილე. გამარჯვებული გამოვლინდება როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში და ფულადი ჯილდო არის განსაზღვრული 1500 ლარი პირველი ადგილზე გასულისთვის, 1000 ლარი მეორე ადგილზე გასულისთვის და 500 ლარი მესამე ადგილზე გასული მონაწილისთვის. მარათონის სტარტს აიღებს ტინისხიდის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიიდან და დასრულდება გორის კულტურისა და დასვენების პარკში, ეგრეთ წოდებულ ახალბაღში.